ზოგჯერ სამშობლოდან წასვლა სამშობლოს მიტოვებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ადამიანი ქვეყანას კი არა, რეჟიმს ტოვებს. მალენ დიტრიხი ბერლინში დაიბადა. აქ დაიწყო მისი ცხოვრების გზა. შემდეგ იყო კინო, სცენა, ჰოლივუდი, მსოფლიო დიდება. ქალი, რომელიც მალე გერმანიის ყველაზე ცნობილ სახედ იქცა. მაგრამ 1933 წელს გერმანიაში ყველაფერი შეიცვალა. ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ. ჰიტლერს უნდოდა, რომ მარლენ დიტრიხი დაბრუნებულიყო და რეჟიმის კულტურულ სიმბოლოდ ქცეულიყო. მან უარი თქვა. უარი თქვა იმ გერმანიაზე, რომელიც მის თვალწინ საკუთარ თავს კარგავდა. ომის წლებში დიტრიხი მოკავშირე ჯარისკაცებისთვის მღეროდა. სცენაზე იდგა იქ, სადაც ომის ხმა ისმოდა. მისთვის ეს მხოლოდ კარიერა აღარ იყო, ეს არჩევანი იყო. და სწორედ ამ არჩევანის გამო, ომის შემდეგ, ბევრმა გერმანელმა მას მოღალატე უწოდა. გერმანიაში დაბრუნება მისთვის მარტივი აღარ აღმოჩნდა. ქვეყანა, რომელიც უყვარდა, მის სიყვარულს ერთნაირად არ პასუხობდა. ზოგი ტაშს უკრავდა, ზოგი კი ვერ პატიობდა, რომ მან ჰიტლერის მხარეს დგომა არ აირჩია. მაგრამ ისტორია ხშირად გვიან ხვდება იმას, რაც ადამიანმა თავის დროზე დაინახა. შემდეგ იყო კონცერტები, დიდი სცენები, მსოფლიოს ქალაქები, ისრაელიც. ქვეყანა, სადაც გერმანული ენა ჯერ კიდევ ტკივილთან ასოცირდებოდა. და სწორედ იქ მარლენ დიტრიხმა გერმანულად იმღერა. ეს შეიძლებოდა სკანდალი ყოფილიყო, მაგრამ იქცა შერიგების ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ძლიერ მომენტად. ადამიანები უსმენდნენ ქალს, რომელიც გერმანულად მღეროდა, მაგრამ ნაცისტურ გერმანიას არ ეკუთვნოდა. ქალს, რომელმაც თავისი ენა რეჟიმს არ დაუთმო. დიტრიხის ბოლო დიდ ეკრანულ გამოჩენებს შორის იყო ფილმი ნიურნბერგის პროცესი. თითქოს სიმბოლურია. ქალი, რომელმაც ჰიტლერის გერმანიაზე უარი თქვა, ბოლოს ისევ გერმანიის დანაშაულის თემასთან დაბრუნდა. შემდეგ კი სცენამაც ნელ-ნელა დატოვა. 1978 წელს კიდევ ერთხელ გამოჩნდა კინოში. ეს იყო მისი ბოლო ფილმი. შემდეგ კი პარიზი, ერთი ბინა. ქალი, რომელსაც ოდესღაც მილიონობით ადამიანი უყურებდა, საკუთარი ბინის კედლებში განმარტოვდა. იქ თითქმის 13 წელი გაატარა. აღარ გამოდიოდა სცენაზე, აღარ ჩნდებოდა კამერების წინ. სტუმრებსაც იშვიათად იღებდა, მაგრამ სამყაროსთან კავშირი არ გაუწყვეტია. კითხულობდა, წერდა და საათობით საუბრობდა ტელეფონით. ამბობენ, ზოგჯერ დღეში 30 ჯერაც კი რეკავდა მეგობრებთან. თითქოს მისი ხმა აგრძელებდა იმ ცხოვრებას, რომელსაც თავად უკვე შორიდან უყურებდა. 1982 წელს დათანხმდა დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობას, მაგრამ ერთი პირობით. კამერის წინ არ გამოჩნდებოდა. ფილმში მხოლოდ მისი ხმა ისმის. სწორედ იქ კითხულობს ფერდინანდ ფრაილიგრატის ლექსს. Olib, solange du lieben kannst. ლექსი ქართულად ასე ჟღერს. გიყვარდეს სანამ სიყვარული შეგიძლია. გიყვარდეს სანამ გული სიყვარულს იდევს. დადგება ჟამი, აუცილებლად დადგება, როცა საფლავებთან დადგები და გოდები. კითხვისას კი ემოციებს ვეღარ იკავებს. თითქოს იმ წუთებში მთელი მისი ცხოვრება, ბერლინი, ემიგრაცია, ომი, დიდება და მარტოობა რამდენიმე სტრიქონში მოექცა და დაგვიანებული შერიგება. 1992 წელს მარლენ დიტრიხი 90 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მისი სურვილით ბერლინში დაკრძალეს. ქალაქში, რომელმაც ერთ დროს ვერ გაიგო. ქალაქში, რომელმაც ბოლოს მაინც დაიბრუნა. მისაფლავთან ახლოს, ერთ აივანზე, დიდი წარწერა გამოფინეს. Danke, მადლობა. ზოგჯერ ქალაქებსაც სჭირდებათ დრო. დრო, რომ საკუთარ შვილებს გაუგონ. დრო, რომ ბრაზი მეხსიერებად იქცეს. დრო, რომ თქვან ის, რაც ადრე ვერ თქვეს. მისაფლავზე კი ამოკვეთილია სიტყვები. Hier stehe ich an den Marken meiner Tage. აქ დგავა ჩემი დღეების საზღვართან. და ალბათ სწორედ აქ მთავრდება მარლენ დიტრიხის ბერლინური ისტორია. ქალთან, რომელმაც გერმანია არ მიატოვა. გიყვარდეს, სანამ სიყვარული შეგიძლია.